ნახეთ ჩვენდა რომ პოლიციის პირველ მოთხოვნას რომ იდენტიფიცირებისთვის ჩამოეწია დაემორჩილა გურამ მაცხვანაშვილი რომელიც არის თეატრის რეჟისორი და შემდგომ უკვე დააკავეს აი ეს დანარჩენი 6 ადამიანი რა ვითარებაში შეიყვანეს პოლიციის განყოფილებაში კარგად ვერ დავინახეთ ფაქტია რომ სავარაუდოდ მათ დღეს 8 საათზე დაგეგმილი აქციისთვის პრევენციულად ამ სცენის დადგმა მოინდომეს რომ დააშინონ ამ 8 საათზე რომელიც ნიღბებს ეხება ზუსტად მონაწილეები რომელიც ასევე ეხება ამ კანონს რომ ეს კანონი გააპროტესტონ იმიტომ რომ ეს ნამდვილად არის ანტიკონსტიტუციური კი რა არჩა ანტიდემოკრატიული კანონი და ანტიადამიანური სრულიად არაპროპორციულად ზღუდავს ჩვენს გამოხატვის თავისუფლებას და რა თქმა უნდა არ შეიძლება რომ ასეთი კანონები საქართველოში მოქმედებდეს მაგრამ დღეს ეს რეალობა გვაქვს სხვები უბრალოდ ხელში მოხვდათ ხა რასაც გვიყვებოდნენ ადგილზე მყოფი ადამიანები ანუ სხვების შემთხვევაში ნიღბებზეც არ ყოფილა საქმე და ზუსტად იმას ეხმიანება ლიკარასაც ამბობ რომ დაშინების მიზნით უბრალოდ რაღაც აქტი ჰქონდათ კონკრეტული მაგალითად ჩვენ როგორი სცენები ვნახეთ ანუ მე ჭვიც გვერ შემაქვს რომ ალბათ ხელს გააყოლეს დანარჩენი 5 დაკავებული იმიტომ რომ ბაბილოსთან ჩვენ ვნახეთ სცენები როცა პოლიცია ესე გადიოდა ხალხს შორის და შუაგული აქციიდან იყვანდა ადამიანებს სრულიად გაუგებარი ჩუმათითნენ არაფერს არ იძახდნენ და ვერც გაიგებ რა რისთვის რატომ შეიძლება დაგაკავონ მე ხანდახან როცა ახლობლები მეტყვიან ხოლმე ესე რომ თხილად იყავი მართლა გაუზვიადებლად ვეუბნები რომ მე კი ვეცდები რომ პროგნოზირების თუ რაღაც რაციონალობის ფარგლებში თხილად ვიყო მაგრამ მართლა არავინ არ ვიცით ვის გამო გვაკავებენ და ამიტომ უკვე ესეთი რჩევების მიღების იმასაც ვეღარ ვხედავ ხოლმე აზრს ადრე ჟურნალისტობა შეიძლება ყოფილიყო აი ზია შემთხვევაში ზია 11 იანვრის ღამეს ძალიან სწორად ძალიან სამართლიანად მივიდა იქ რომ გაეპროტესტებინა ადამიანების უკანონო დაკავება იმის გამო რომ გააკრეს სტიკერები კედელზე ხო იგივე გააკეთა ძალიან მშვიდად მზია მშვიდესი ადამიანია ვისაც ვინც იცნობს რა ვიცი ხმამაღლა საუბარიც კი არ შეუძლია იმდენად მშვიდი ადამიანია მე კარგად ვიცნობ მას და გააკრა ეს სტიკერი და ძალიან მშვიდად გაყვა პოლიციას ხო განყოფილებაში მე ამის შემდგომ რაც მოხდა ეს 11 იანვრის მოვლენები ერთად უნდა იყოს მოყოლილი და არა ის ცალკე შემდგომ მანიპულაციურად რომ ამოჭრეს ხელის შემოქმნების კადრს ვეძახი მე იმას იმიტომ რომ მე იმას არც თავდასხმას ვეძახი არც ზიანს იმიტომ რომ ფიზიკურად არ არსებობს ეგეთი ზიანი არც არ არის არც დაზიანება არ არის მე დარწმუნებული ვარ რომ პოლიციის უფროსი გებუაძე ჩვენ რო საშუალება გქონდეს და რომ ვთხოვოთ რომ აი აღწერეთ რა იგრძენით ის აღწერს შეურაცხყოფას კი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა შეიძლება მან ამის გამო იგრძნო თავის შეურაცხყოფა დაიმუქრას სისხლის სამართლის პატიმრობაში დატოვება ხო შემდგომ ზიას როგორც გავიგეთ ადმინისტრაციული წესით როცა დააკავეს პირველი დაკავების დროს რა სცენები უნახავს იქ ადამიანებზე ძალადობის ცემის იქიდან გამოსული კიდე შეესწრო შემთხვევას რომ სრულიად მოულოდნელად დააკავეს ადამიანები მისი ახლობლები შეათრიეს და ამის შემდეგ უკვე მოხდა ის რაც მოხდა ხო ადამიანების ამ ეს პოლიციელი საკმაოდ უზრდელად ესაუბრებოდა და ეს იყო ეს რეაქცია რაც მზიამ შემოუქნია ხელი რა იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს რა სოციალური კონტექსტი ხო როცა 34 წლის პოლიციის უფროსი ხო მზადარ რომ იმუქრება რომ სისხლით ციხეში გაუშვო ქალს იმის გამო რომ ჯერ ამან აგინა აფურთხა და მე იმან ხელი შემოუბრუნა ხო თუნდაც დაუშვოთ ასე შევხედოთ ამ კონტექსტს ბატონ გებუაძეს ქონდა ყველანაირი საშუალება იმის რომ ასე თქვა თუნდაც ზემონა ქონდა დავალება რომ მე ავარ ამ ქალაქის პოლიციის უფროსი და მე მჭირდება რეპუტაცია ამ ქალაქში იმისთვის რომ ეს ქალი არ გაუშვა ციხეში ამის გამო ანუ ეს გარდა იმისა რომ იმ მომენტში ეს მუქარა დაიმუქრა ხო ანუ ეს გრძელვადიანი პროცესია სასამართლომდე მივიდა კიდე ეს ყველაფერი ეს ამ ადამიანის კიდე სხვანაირად აშიშვლებს ირაკლი გებუაძეს მის უშუალო ხელმძღვანელს ხო რა ხალხია საერთოდ რა მორალის ხალხია რა შინაგანი კონსტიტუციის ხალხი არის რომ ამის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ ვერ დავცვლით რა პერსონალური პასუხისმგებლობისგან მხოლოდ ზემოდან დავალება ვერ იქნება ეს ნამდვილად ვერანაირად ანუ თქვენ წარმოიდგინეთ ადამიანი დააკავეს შეიყვანეს იქ კართან ხო ეძახდა რომ სისხლით ჯერ მარტო კვალიფიკაცია შენ რატო აძლევ იქნებ ეს არის ეს ხო ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩვენ არაერთი კვალიფიციური იურისტის განმარტება მოვისმინეთ რომ ბრალი უნდა წარდგენილიყო საერთოდ სხვა მხრივ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით ყველაზე ცუდ შემთხვევაში მხოლოდ არ არის ხო რაღაც იმ მომენტში მან შეურაცხყოფლად იგრძნო თუ არა თავი ბათუმელების საქმიანობა რომელიც ამ
ხელს პოლიციის დანაშაულების და ძალის გადაჭარბებას, ეგ არის იმ შურისძიების მთავარი საფუძველი და ფუნდამენტი და დგებუაძეს დიდი ხანია თვალი აქ, ასე ვთქვათ, დადგმული. და ძალიან მოკლედ დავამატებ, რომ თქვენ ახსენეთ, რომ როგორ აღწერს ეს შემთხვევა ამ ადამიანს და წარმოიდგინეთ პოლიციის უფროსი, რომელსაც კონტროლი აქვს სიტუაციაზე, მის ხელთ არის ძალაუფლება, ყველაფერი შეუძლია გააკეთოს, დაკავებულ ქალს აფურთხებს. დაკავებულ ქალს აფურთხებს და უნდა რომ სცემოს. რამ ხელა ზიზღი აქვს? ეს არ არის მხოლოდ ხელის მოქნევის გამო. ეს მართლა იმის გამოა, რომ ზია არის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ყველაზე ავტორიტეტული გამოცემის ხელმძღვანელი და მას უნდა და მისი სამაგალითო დასჯა. აქ არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური мотиваცია. ხელისუფლებას უნდა რომ ამ პოლიტიკური მიზნებისთვის, რომ დაგვაშინოს ჟურნალისტები და დააშინოს პირველ რიგში ბათუმელები და ნეტგაზეთი, გამოიყენოს მზია როგორც ნიმუში. რომ აი ეს მოგივა ყველას. ეს არის